მოკლედ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ, რა შვებით, იმედია ყველა კარგად ხართ, თავს ყველა კარგად გრძნობთ, იყავით დაცულები, ბედნიერები, გახარებულები და რაც თავარია, ჩვენს სამყაროსთან, ჩვენს აი ამ ულამაზეს სამყაროსთან შეხმატკბილებულები. ეხლა ძალიან ბევრმა მომწერა კითხვები და აგერ დავთარი მაქვს ჩამოვწერე, რაზეც გაშლა გინდათ. ორი დასტა მაქვს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დასტა. აი ესე დავდებ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი ვარდისფერი კვარცი, მეორე ვარიანტი, აი ესეთი ლიმნისფერი ციტრინი. და დავიწყებ, რა თქმა უნდა, პირადზე ურთიერთობებზე, ის რაც გაწუხებთ ეს და პრობლემატური, რაც არის თქვენთვის, ეს არის პირადი ურთიერთობები. შევეცდები, რომ ძალიან არა გადავაჭარბოთ და გრძელი გაშლა არ გამომივიდეს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა კიდევ ერთხელ ვიძახი, კარტი გველაპარაკება თავისი ენით. ის როგორ უნდა მიუსადაგო, უკვე შენზეა დამოკიდებული, ხო? მაგრამ ზოგადი ინფორმაცია, რაც მოდის, მისი სიმბოლიზმიდან გამომდინარე და მისი ენერგოსაინფორმაციო ველიდან, კოლექტიურიდან გამომდინარე, რაც მოდის, ეს უდავოდ ნამდვილია, მაგრამ უკვე შენზე მორგებული ეს ხდება, რა თქმა უნდა, პირადი კონსულტაციით, ვისაც უნდა ჩემთან დაკავშირება WhatsApp, Viber-ზე, ვიდეო ზარით, თქვენთვის ამოწურავ კითხვებზე, რაც გაქვთ, გავიგოთ ერთად, რაც გადარდებთ, რაზეც წუხართ, რაზეც ფიქრობთ, უახლოეს მომავალში ყოველ შემთხვევაში პროგნოზირებას, რჩევას და ასევე სამომავლო ტენდენციებს გვაჩვენებენ ჩვენი დამხმარე ინსტრუმენტები. მისტიური, ეზოთერული, დაფარული ცოდნის მოყვარულებისთვის აგერ ბატონო. ქვემოთ იქნება ჩემი WhatsApp, Viber-ზე, ვისაც ენდომება ნომერი, მომწერეთ, დამიკავშირდით, პრობლემა არ არის და გავიაროთ ერთად. უნდა ვიცოდე ადამიანის სახელი და იქიდან გამომდინარე თქვენიც და მერე უკვე ამოდის ყველაფერი ზუსტად. იმის ფიქრები, იმის გრძნობები, რა აქვს ჩაფიქრებული, რა უნდა სინამდვილეში და ასე შემდეგ. ეხლა თუ უკვე ჩამოყალიბდით და აირჩიეთ ეს პირველი ვარიანტი, ეს მეორე ვარიანტი, გადავდებ მეორე ვარიანტს და დავიწყებ პირველი ვარიანტით. მე ჩემეული ურთიერთობა მაქვს ყველა დასტასთან, ყველა მის შემქმნელთან, რა თქმა უნდა, რაიდერი არის კლასიკური ვარიანტი, რაც მოგვეცა ჩვენ ყველას, არის მე განახლებული სხვადასხვა უამრავი ტაროა, მაგრამ რაიდერით არის აგებული ყველაფერი, მაგრამ ის ვინც ქმნის ტაროს, ნახე, თავისი რაღაც დეტალები შეაქვს, ხო? სიმბოლიზმით იგივე ნახატში არის რაღაც განსხვავება, ხო? ეს ყველაფერი დეტალები უნდა გაითვალისწინო. რატომ? ამ დეტალებშია ზუსტად ის რაღაც მნიშვნელოვანი ჩადებული, ანუ ვინც ეზოთერიით და ესეთი სფეროებით ხართ დაინტერესებული, გეცოდინებათ, რომ იშმაკი იმალება დეტალებში. ხო. და რა თქმა უნდა, ყველა დასტა უნდა მოირგო შენ თავზე, შენ ენერგიაზე. თავიდან რომ მოგდის დასტა, არა აქვს მნიშვნელობა გაჭუქებენ, შენ შეიძენ. რაღაცნაირად ხომ მიგიზიდავს, როგორც მინერალები, როგორც რაღაც საგანი, რომელიც აი რო დაინახავ და აინთები რაღაცნაირად, რომ გინდა, ხო? აი ესეთი ვარიანტია. ინტუიციურად, ქვეცნობიურად ხდება ეს და მე ესე იგი რომ მოვა შენთან, შენ მასთან უნდა შენი პირადი საუბარი გამართო, რომ შენ მასთან, ანუ უკვე გქონდეს აი ესეთი პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობა, რომ იმუშაოს შენზე და ეს როგორ დამუხტო. მასთან ესე იგი რა ნაბიჯები გაიარო, ეს რა თქმა უნდა, ვინც იქნება დაინტერესებული პირად კონსულტაციაზე
ვინც დამისვავს კითხვას, ამას ვეტყვი და შემდეგ უნდა კითხოთ თუ თვითონ დასტას არის ეგრეგორია, ანუ ზოგი არის უფრო აი როგორც ინდაიანი ხო ქონდათ ამაზე კითხვები, ქალი და მამაკაცი ხო? ორი სქესია, სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და მამაკაცი. ესე შექმნა შემოქმედმა ეს სამყარო. სხვა სქესები არ არსებობენ. არის სულიერი, არის მშვინვიერი, ხო? სულიერი და ის რასაც ჩვენ ვხედავთ, ხო? სულიერებული ადამიანები არიან ორი სქესის, ანუ მამაკაცი და ქალი, რომ მოგავლინეს ამ ცხოვრებაში, ამ განზომილებაში ხარ ქალი. ხა ვინ იყავი წინა ცხოვრებაში, მაგას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. დღეს, ეხლა, აქ, ამ აწყოდროში უნდა იცხოვრო. იმათ რაც შენ მოგცეს და ეხა რა თვისებები და ასე შემდეგ, ეგ უკვე სხვა თემაა. და ასევე, ნახეთ, კარტებსაც აქვთ ეს, ანუ ზოგი ქალია და ზოგი მამაკაცი, ანუ რას ვიძახი? ენერგია. ის კი არა რომ ქალია, მაინდა-მაინც ან კაცი, არა, აი ენერგია უფრო ქალურია, ენერგია უფრო მამაკაცურია და უნდა კითხო ესეც რა თქმა უნდა და კიდე ის უნდა კითხო, რაზე შეიძლება რომ გაშალოს, ანუ რა კითხვებზე, რა თემებზე. ამასაც ეკითხები, უთანხმდები თავიდანვე. არ ვიცი, ხა იცით თუ არა ეს, მაგრამ ამას ყველაფერს ცოდნა უნდა და დავიწყეთ. პირველი ვარიანტი, ვინ შემოდის თქვენ ცხოვრებაში ახალი? ან თუ ბრუნდება ძველი? ჯერ პირველი კითხვა ასეთია. ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს და აირჩია ეს ულამაზესი დასტა, ყოვლის მხედველი თვალი. ვინ შემოდის თქვენ ცხოვრებაში ახალი, თუ შემოდის ისევ ძველი? ვნახოთ. საჯარო გაშლა. იმათვის, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. ვინ შემოდის თქვენ ცხოვრებაში ახალი? თუ ბრუნდება ძველი? ჯერ პირველი კითხვა ასეთია. მთლიანობაში მაჩვენებენ წარსულიდან წასულ ადამიანს თქვენ ცხოვრებაში. იყო წარსული ადამიანი, ესე ვთქვათ, რომელიც წავიდა. დაგტოვათ ან დაშორდით. ნახოთ აბა. ესე იგი, აქ ახალი არ ჩანს, პირდაპირ გეუბნებით, ჯერ ძველი ის ადამიანი, ვისთანაც იყავით მიჯაჭვული და ჩანს, რომ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა იყო ამ ადამიანთან, წარსულიდან, მთლიანობაში, ბევრთან წასული, ან შეჩერებული ურთიერთობა, ან დაშორებულები ხართ. ძალიან დიდი დაბრკოლებები, ძალიან დიდი ტკივილი, გულგაციება მისი მხრიდან და სამყაროს კარტი მაჩვენებს დასასრულს, ანუ თქვენ კი იყავით იმპერატრიცა მისთვის, ანუ ულამაზესი ქალი მისთვის, მაგრამ ეს ადამიანი წარსული ცხოვრებიდან ისევ თქვენს გულშია, თქვენს ფიქრებშია და ანუ არ გაგიშვიათ ჯერ ბოლომდე. თვითონ შეიძლება წავიდა, მაგრამ თქვენს ქვეცნობიერში არის ჩალექილი, ნახეთ, არ გეძინებათ შფოთვები გაქვთ, ღელავთ, გაფიქრებთ, დადარდიანებული ხართ ამ ადამიანს. მაშინ რახან წარსულიდან არის ეს ადამიანი, კარტი მაჩვენებს, უმრავლესობას ესე აქვს. სინამდვილეში რას ფიქრობს ეს ადამიანი, რას ამბობს თქვენზე, აი თავის თავთან ვიძახი. სინამდვილეში რას ფიქრობს და რას ამბობს ეს ადამიანი თქვენზე, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, რას ფიქრობს სინამდვილეში და რას ამბობს თქვენზე. თავის თავთან, აი რას იძახის, ხო უნდა თქვას რაღაც, ხო? რას ამბობს, იტყუება. ან ნახეთ რა ამოვიდა, მთლიანობაში ამოვიდა კარტი, რომ ეს ადამიანიც დარდობს, განა არ დარდობს. დარდობს სტაგნაცია, ეს ადამიანი დაღონებულია, ეს ადამიანი ღამე რო წვება თქვენზე ფიქრობს, მაგრამ ნახეთ, აქ მოტყუებას, თვალთმაქცობას, ღალატს ქონდა ადგილი და სამკუთხედი ამოვიდა. შეიძლება არ ხართ სამკუთხედში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი დარტყმა ამ ადამიანს თქვენზე, იმიტომ რომ აქ ამოდიხართ თქვენ, ელოდება ამბავს. მაინც უნდა თქვენზე რაღაცის ამბის გაგება და ამოვიდა თვითონ
რომელიც უფრო მატერიალურ ენერგიებში, ანუ რას ვიცახი, მამაკაცები ძირითადად ესე არიან, დამიწებული, ხო, უფრო იმას, რასაც ვხედავ, ესეა და რასაც არ ვხედავ, არ ვიცი, დაეჭვებული. და ვნახოთ ახლა თუ გამოვა კონტაქტზე ეს ადამიანი. დიდი ხნის შემდეგ, ვხედავ, რომ წასულია, ვხედავ, რომ წარსულიდან არის. თქვენც მოსვენება გაქვთ დაკარგული, მასაც, პირველ ვარიანტთან ესეა. თუ გამოვა კონტაქტზე, რაღან იყურება, მიუხედავად იმისა, რომ ან სამკუთხედიან გულზე დარტყმა აქვს, ან დარდი აქვს და მაინც მის სტაბილურობას, მის ცხოვრებას ერყეოდა რაღაცა, ხო, რაღაცა წყალი რო იტყვიან შეუდგა და მას არ უნდოდა ცვლილებები, ამიტომ აქ მაჩვენებენ, რომ რაღაც ტყვილს, თვალთმაქცობას ჰქონდა ადგილი და როგორ ეხა ეს თქვენ განსაჯეთ, მაგრამ თუ გამოვა კონტაქტზე დიდი ხნის შემდეგ, თუ ვისაც დიდი ხანი არ გამოსულა, თუ აპირებს ეს ადამიანი თქვენთან კონტაქტზე გამოსვლას. გამოდის. მოქმედება ჩანს, კონტაქტზე გამოსვლა ჩანს და ეხლა აი ამ ადამიანს, ვისაც თქვენ ჩაიფიქრეთ და ფიქრობთ, თუ ყავს სხვა ქალი, აი ამ წუთას, აი სხვა ქალი. არა აქვს მნიშვნელობა ეს ცოლი, მეუღლე, პარტნიორი, მე ვიძახი ინტიმური ურთიერთობა თუ აქვს ეხლა ამ ადამიანს, ვინმე სხვასთან. ინტიმი თუ აქვს ვინმე სხვასთან, რომ ეშმაკი რო ამოდის, აქვს. კი ბატონო, ნახეთ როგორი სიტუაცია. გრძნობა აქ თქვენს მიმართ მაჩვენებენ, ვისაც დიდი ხანია არ გაქვთ ურთიერთობა, ამ ადამიანს გრძნობა მაინც აქვს და თქვენსკენ იყურება იმედით. ინტიმი ისე, უყურე, როგორ ვთქვა, ერთჯერადად შეიძლება გქონდეს, მაგრამ თვითონ, ნახეთ, სიკვდილის კარტი დააჯდა ეს, პირდაპირ გარგებით არ ნიშნავს, სიკვდილს ნიშნავს, რომ არ ჭირდება ის, რომ ვიღაცასთან ერთჯერადად წავიდეს, იმიტომ რომ ძალიან გულდაწყვეტილია, ძალიან გულგახეთქილია და ამიტომ ეს მისთვის ეხლა ამ სიტუაციაში, ხო, არ დაამშვიდებს, ნახეთ, რომც ისე წავიდეს და თავის მამაკაცური მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს, უარყოფითი კარტი ამოდის. შეიძლება რაღაცა იყო, არ უარყოფს კარტი, მაგრამ ეხლა ამისთვის არცალი, მისი სულიერი მდგომარეობა არ არის ისე, რომ ეხლა ვიღაცასთან წავიდეს და რაღაცა ქნას, სწორად გამიგეთ რა. და მაშინ ვკითხოთ ეს ბოლო კითხვა იქნება, რატომ დუმს, რატომ იმალება, რატო არ ჩანს, რაშია საქმე. ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრა, ვიდეო, ლაივი, მათთვის, ვინც აირჩია პირველი ვარიანტი, რატომ დუმს ეს ადამიანი, რატომ იმალება, რატო არ გამოდის კონტაქტი, რა ვიცი, რატომ დუმს, რატო იმალება. რატო იმალება. ჯერ ერთი გრძნობაა გამოდის კარტი. ნამდვილად აქვს გრძნობა. მერე მეორე. ეხლა კრიზისული სიტუაცია აქვს, როგორც მის სულიერ მდგომარეობაში დაცლილია, ასევე ფინანსურათაც საქმე აქვს, დაკავებულია და ვერ, მოიცალა რომ მოსულიყო თქვენამდე. სამყაროს კარტი ამოდის ამ შემთხვევაში ან შორს არის, ბევრისთვის შორს არის, ან შეიძლება რაღაცა მანძილი გაშორებთ. ძალიან დადარდიანებული, ეხლა მართლა ვერ არის კარგად, იმიტომ რომ ამოდის ამ ადამიანის, როცა ადამიანს ყველანაირი ძალა ერთმევა, სასიცოცხლო ენერგია, პირდაპირ გაგებით არის, რა თქმა უნდა, გრძნობათა, ნახეთ, ფსიქოსომატიკა რა არის, შენი გრძნობიდან გამომდინარე, როცა შენ ღელავ, სხვა ხო არის აღელვებული, როცა შენ დარდობ და ეს ემოციები გემატება და ბოლოს იცლები და არაფრის თავი არ გაქვს, ესეთ ვარიანტია და თან რაღაცას აკეთებს და იღლება. ფაქტია, სამყაროს კარტი მე დადებითად უყურებ ამას. შეიძლება იმედის მომცემია, თუ დასასრულია, შეიძლება დაიწყოს
და თუ ანუ იყო რაღაც სიტუაცია და გაჩერდა, იმიტომ რომ მაინც დარდობს თქვენზე, ხა სტაგნაცია ფაქტია. იმედის მომცემია და მაინც გადავამოწმებ და ვკითხავ, აი ესეთ მდგომარეობაში რო არის, დააპირებს თქვენთან მოსვლას, რატომ დუმს და იმიტომ რომ ძალა არა აქვს. დაღლილია, ღონე მიხდილია და გამოვა ბოლო-ბოლო კონტაქტს შემოგეხმიანებათ. დარდობს ძალიან. არის ანუ ერთი პერიოდი, ერთი თვე, ხა ბევრია, მაგრამ ახალი დასაწყისი ჩანს. გამოსვლა კონტაქტზე ჩანს. იმიტომ რომ ვერ ამოგიგდოთ თავიდან ამ ადამიანმა, ნახეთ, უნდა არ უნდა მაინც ფიქრობს თქვენზე, ანუ ეფიქრება თქვენზე, რა ქნას, ჩაუვარდით გულში. და პირველ ვარიანტთან დავამთავრე, მადლობა ყოვლის მხედველ თვალს, რომელიც ყველგან ყველაფერს ხედავს და ინფორმაციას გვაძლევს და გვაწვდის. და გადავედი პირველ ვარიანტთან დავამთავრე მეორე ვარიანტთან. ვინც აირჩია ციტრინი. და ნახოთ. ვინ შემოდის მეორე ვარიანტთან? ცხოვრებაში ახალი თუ ისევ ძველი? რას გვეტყვიან ჩვენი მეორე ვარიანტის მაყურებლისთვის ეს ლამაზი კარტები? ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში? ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ვინ შემოდის ახალი თუ ბრუნდება ძველი? ვინც მეორე ვარიანტს უყურებს ეხლა ამ ვიდეოს, ვინც უყურებს ეხლა? ვინ შემოდის, ვინ შემოდის, ვინ შემოდის? ესე იგი, ახალი აქაც ჯერჯერობით შორს ჩანს და რატომ გეტყვით, აგიხსნით სიტუაციას. აქაც უფრო წარსულზე მელაპარაკება ადამიანზე, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში იყო და ვიღაცაებმა ანუ დაეხმარნენ და ამოიყვანეს, რომ იტყვენ ორმოში ვარდებოდა თავით, ერჭობოდა და რაღაცნაირად მეგობრებმაც ახლობლებმა ამოიყვანეს, არ ვიცი რა სიტუაციიდან, ჯერ ეს კიდევ ვიძახი არის საჯარო გაშხვა, დეტალურად ჩანს პირადში. და აქ ამოდის, რომ რაღაც ერთი თვეა გასული, შეიძლება მეტიც, ეს ადამიანი მუშაობს ძალიან ბევრს, იყურება თქვენსკენ, მაგრამ ეხლა აქ აი ესეთი თავის თავში განმარტოების არავისთან რო არ გინდა. ანუ კონტაქტზე გასვლა და შენთვის რო გინდა იყო ესეთი პერიოდი, მარტო საქმე, სამსახური, მუშაობა. ამოდის ის, რომ როგორც განდეგილი სოციუმს მოწყდა, გამომდინარე მის სამსახურიდან თუ მის სიტუაციიდან არ ვიცი, ახალ ადამიანს აქ ვერ ვხედავ, მაგრამ ჩანს, რომ შეიძლება თქვენთან ოჯახიდან რაღაცა ლაპარაკი იყოს ვიღაც კაცზე, ანუ გელაპარაკებოდნენ, რომ აი კაი ვარიანტია, აი გეჩურჩულებოდნენ, რომ რაღაცა აი ესეთი ვიღაცა, რა ვიცი, გარიგებას რო ეძახდნენ, ხა ესე არა, მაგრამ ვიღაცა განიხილება, მაგრამ თვითონ ეს ადამიანი ორმოშია ჩამჯდარი. კაი, ეს ნახეთ, სინამდვილეში რას ფიქრობს და რას ამბობს თქვენზე, ეს ადამიანი წარსულიდან, სინამდვილეში რას ფიქრობს? მაინც წარსული ამოდის, არ ვიცი, რას ფიქრობს სინამდვილეში თქვენზე და რას ამბობს, თავის თავს რას ეუბნებ, აი თავის თავთან რო საუბრობს თქვენზე, რას ეუბნება და რას ფიქრობს? რას ფიქრობს თქვენზე? თქვენი იმპერატორობა უნდა მაინც საქმიან ურთიერთობაც უნდა, არ ვიცი რა, შეიძლება გქონდათ მოლაპარაკებაზე გამოსვლა უნდა და ჩანს აქ რო გამოვა რაღაც საქმიანი სიტუაციით დაიწყებს ლაპარაკს, თუ არა გაქვთ, აი მეორე მხრიდან მოგივლით რაღაც საქმე, რაღაც ფული, რაღაც ბიზნესი, რაღაც ესეთი რაღაცა იქნება, რას და არ ელაპარაკება თავის თავს. ნახე დუმს, იმიტომ რომ თვითონ ტრაურშია. აი მაჩვენებს კარტი. რას უნდა ელაპარაკებოდეს თავის თავზე? კაც ოჯახი ყავდა და ფიქრობ შვილზე, რომელიც არ უჩნდება და შეიძლება ყავს, არ ვიცი, ხა საჯარო გაშლა არის, მაგრამ ოჯახის კარს და იმას
ორსულ ქალს მაჩვენებენ. მაგრამ სამომავლოთა აქვს ესეთი ფიქრი. და რაღაცნაირად გაუწმილეთ თქვენ იმედი, გაუცრუეთ ტრაურშია. და რატომ არის ტრაურში? მაშინ ესეც ვკითხოთ, დაგვიკონკრეტოს კარტმა მეორე ვარიანტი, რატოა ტრაურში? რა ხდება? გაურკვეველი მდგომარეობა, ღალატი, ტყუილი, საქმეებიდან გამომდინარე. ბალანსი აქვს წართმეული და გრძნობა აქვს თქვენს მიმართ და არ იცის მისი ესეთი ჩახლართული სიტუაციიდან როგორ ან გითხრათ, ან გაგაგებინოთ, ან იმიტომ რომ გრძნობა აქვს. შვილი ნამდვილად უნდა, შეიძლება თქვენგან უნდა შვილი, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში აქ ოჯახი ყავს. და ბავშვებიც ამოდიან, არ ვიცი, შეიძლება ბევრს რეზონირდეს ბევრზე, რომ ყავს ზოგს და ზოგს, თუ არ ყავს, მაშინ უნდა თვითონ არის ესეთი ადამიანი, რომ უნდა. გრძნობა აქვს თქვენზე და გაურკვეველი მდგომარეობა, იდუმალებით მოცული სიტუაცია, არ ვიცი, ეს არის უფრო პირადზე გასწეშლელი, ხა ესე საჯაროდ ვერ ვიტყვი. აი, მაშინ თუ გამოვა კონტაქტზე, თუ არ გამოსულა და რას გეტყვით? თუ გამოვა კონტაქტზე, თუ არ გამოსულა და რას გეტყვით? ეს მეორე რესპონდენტი თქვენ. იმპერატორულად გამოდის რა. გამოდის როგორ? თავის პრინციპები აქვს, თავისი მორალი აქვს, თავისი რაღაც სიტუაციები აქვს, აქტიურია, ფულის ვარიანტს განიხილავს, რაღაცა ბიზნესი უნდა, აყვავება უნდა, თავისი ცხოვრების მოწესრიგება უნდა, თვითონ უნდა რომ მართოს და განაგებდეს სიტუაციას. ეხლა თუ ყავს სხვა ქალი ინტიმურ სიტუაციაში, მაინც გითხოთ, ინტიმი თუ აქვს ვინმე სხვა ქალთან ამას. ამ მეორე ვარიანტს თუ აქ ინტიმი ვინმე სხვასთან არა აქვს. არა, წარსულში ყავდა ვიღაც ქალი ამოდის. შეიძლება თქვენც იყავით. იმიტომ რომ ეხლა როგორც მედიტაციაში ისე ზის, არავინ არ მინდა, არაფრის გაგება არ მინდა. ყოველ შემთხვევაში ეხლა არა აქვს, არავისთან სერიოზული ურთიერთობას გულისხმობ და რატომ იმალება, რატომ დუმს? აქ უფრო ესე ზოგადი კონტექსტით ნახოთ, რატომ დუმს თქვენთან მიმართებაში. ხა შეიძლება არ იმალება ეს ხმამაღალი ნათქვამია, რატომ დუმს თქვენთან მიმართებაში, გრძნობა აქვს და რატო დუმს? რა უშლის ხელს, რომ მოიღოს ხმა? დუმს ჯერ ერთი, იმიტომ რომ ეშინია რომ არ დაინგრეს ურთიერთობა თქვენთან. თქვენ გიყურებთ როგორ ძალიან ყოვლის მომცველი ადამიანი, ყველაფერი რო შეგიძლიათ, 4-ვე სტიქიას ფლობთ, მაგი, ადამიანი, რომელიც ასრულებ, ადამიანი, რომელიც ხარ, ნახე, აყვავებული ქალი, აბსოლუტურად ყველაფერი რო აქვს იდილიაში და თქვენზე ნაკლებია, ალბათ ფინანსურად, უფრო ნაკლებს გამოიმუშავებს, ან ისეთი სიტუაცია არ აქვს სტაბილური ფინანსურად, როგორც თქვენ უფრო, აყვავებული ხართ თქვენ, მასთან, მეტი ხართ რა და დუმს ამიტომ. დანგრევის კარტი ამოვიდა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ აქვს დანგრეული რაღაც ფინანსური პრობლემები აქვს. და ამას არ გეუბნებათ, ეს არის, საიდუმლო ფინანსურ პრობლემაზეა საუბარი, კი ბატონო. და ასევე გრძნობაც აქვს, ნახე, უყარხარ, ინტიმი უნდა, სიახლოვე უნდა, სითბო უნდა. და თუ არის შანსი, რომ თქვას ეს აღიაროს, რომ მართლა უნდიხარ, როგორც ქალი. არის, ოღონდ ჯერ არა. ძალიან მოაწვება, მოადგება, ძალიან აღელდება რაღაც სიტუაციაში, ასვამი იქნება და მერე იტყვის. ნახე, ღამეები არ წინავს, ეღვიძება, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა აქვს. ისევ ორმოშია ჩაფლული, მაგრამ იქნება სიტუაცია, მეგობრები დაეხმარებიან რაღაც სიტუაციაში, გამოიყვანენ ამ მდგომარეობიდან და მაშინ რაღაცნაირად, როცა არ იქნება მთლად ფხიზელი, გეტყვით, აუცილებლად გეტყვით. გზიდან, შორი გზიდან,
რაღაცა დისტანცია, რაღაცა არჩევანი აქვს, რაღაცა გადასაწყვეტი აქვს. ნუ მოკლედ ეს ძალიან ესეთი სიტუაცია. აქ ბევრი რაღაც ინფორმაცია მომივიდა, მაგრამ ეხა ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი. ყველაფერი ითქმება მხოლოდ პირადში და აბა თქვენც თუ მოგეწონათ, თუ საინტერესო იყო ეს ჩემი ვიდეო გააშლა და მილაიქეთ და კომენტარიც მომწერეთ. აბა თქვენც წარმატება პირადში.